არქეოლოგების აღმოჩენა დმანისის რაიონში მეცნიერებმა ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი მეოთხე საუკუნეებით დათარიღებული ორი სამაროვანი გათხარეს. სარწყავი არხის რეაბილიტაციას ნაპოვნი არტეფაქტები უკვე ეროვნულ მუზეუმშია. მეცნიერების შეფასებით სამარხები მაღალი სოციალური ფენის ქალბატონებს ეკუთვნოდათ. არქეოლოგიური გათხრები რუსუდან ლოლაძემ დაათვალიერა. მინის ჯამი, რომელიც ჩვენი ვარაუდით სირიიდან უნდა იყოს იმპორტირებული მეოთხე მეხუთე საუკუნეებში. სხვადასხვა ფერისა და ფორმის მინის ჭურჭელი, ბრინჯაოს ზარაკები, ირმის ქანდაკებები, ოქროს საკიდები, ვერცხლის რომაული მონეტები. ეს და სხვა უნიკალური ნივთები არქეოლოგებმა მდინარე მაშავერას მარცხენა ნაპირზე, დმანისის მუნიციპალიტეტის ყანჩაან სოფელში აღმოჩენილ ორ სამაროვანში იპოვნეს. სამაროვნები შეძლებული ადამიანების განსასვენებელს წარმოადგენდა. ნივთები პირველი მეოთხე საუკუნეებით თარიღდება. სამარხებში აღმოჩნდა მეტად მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მინის ნელსაცხებლები. სულ ჯერჯერობით 8 ცალია აღმოჩენილი. მინის ნელსაცხებლები გამოირჩევა როგორც თავისი ფორმით, ასევე თავისი ფერადოვნებით. შიგ შემორჩენილია იმდროინდელი ნელსაცხებლის ნაშთები. საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ობიექტის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამაროვნები გვიან ანტიკური პერიოდის და ადრე შუა საუკუნეებისაა. აღმოჩენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ დმანისის რეგიონი იმ დროს საკმაოდ განვითარებული იყო და აქ მაღალი ფენის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, რომლებსაც მჭიდრო კულტურული და ეკონომიკური კავშირები ჰქონდათ, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებთან, ასევე რომთან და სირიასთან. ძირითადად ქალების სამარხები გაითხარა. და დიდარი ინვენტარი აქვს, იმიტომ რომ ოქროს ნივთებიც აქვს, სამკაულები, ნელსაცხებლები, რომელიც თქვენ ნახეთ. ანუ ისეთი მასალა, რომელიც ასეთი მასალა ცნობილია, მაგალითად მცხეთიდან. ეგ ბუნებრივია, მცხეთა დედაქალაქი იყო მაშინ იბერიის, რომ იქ იყო და აქ რომ დმანისში ასეთ მაღალ ადგილზე რომ საკმაოდ შეძლებული ადამიანები ცხოვრობდნენ. ეს ჩვენთვის ახალი აღმოჩენაა და ახალ სიტყვასაც და ჩვენი იბერიის სამეფოს ისტორიისთვის. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განთიაცსა და ბოსლებში გათხრილი უძველესი ნასახლარები და სამაროვნები კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა დაათვალიერეს და ექსპერტებს გაესაუბრნენ. სპეციალისტების ვარაუდით ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე კიდევ არაერთი უნიკალური აღმოჩენის მომსწრენი გახდებიან. სწორედ ამიტომ მიხეილ გიორგაძე აქ სამუშაოების გაგრძელებას არ გამორიცხავს. ტურისტების დაინტერესებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე საუბრობენ ადგილობრივ ხელისუფლებაშიც. ეხლა შევადგენთ გეგმას უკვე დანარჩენი ტერიტორიის შესწავლის და ვფიქრობ, რომ დაუზიანებელი სამარხების გახსნისას კიდევ უფრო მეტი საინტერესო და კიდევ უფრო მეტი მასალა ამოვა, რაც კვლევის კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგცემს იმ პერიოდის. დმანისის რეგიონი ამ შემთხვევაში, კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენდა ერთ-ერთ ძალიან განვითარებულ კულტურულ და სავაჭრო ცენტრს, რასაც მოწმობს აქ აღმოჩენილი რომაული მონეტები, ხელოვნების ნიმუშები, შუშის ნამუშევარი. სამაროვნები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის მიერ სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას იქნა აღმოჩენილი. ექსპედიციაც სწორედ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დააფინანსა. დაახლოებით 22 მილიონი დოლარის ღირებულების სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გარკვეულწილად, როგორც ხედავთ, უკვე რამოდენიმე წელი დასრულებულია. რა თქმა უნდა, ეს ხელს არ უშლის, იმიტომ რომ პირიქით ჩვენ დავაფინანსეთ ექსპედიცია და როგორც ხედავთ, ძალიან სასიამოვნო სიურპრიზებიც დაგვხვდა. საინტერესო სამარხები პირველი მესამე საუკუნეში შესწავლა დაიწყება ამის და უკვე კვლევები გვიჩვენებს კიდევ დამატებით, იმიტომ არის სამკაული ნანახი, არის ოქროულობა ნანახი, ძალიან ბევრი საინტერესო, მათ შორის რომაული ელემენტები. აღმოჩენილი ნივთები არქეოლოგებმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უკვე გადაიტანეს.